საგურამოში სოფელ გალავანში მცირე საოჯახო ტიპის სახლი გახსნეს. დღეს საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედრულოვსი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ესწრებოდნენ. მათ ბავშვებს შობა ახალი წელით მიულოცეს. ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტოს საერთაშორისო ორგანიზაციის USAID-ის და გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით ახორციელებს, ხდება დიდი ზომის ბავშვთა სახლების ჩანაცვლება მინდობით აღზრდის და მცირე საოჯახო ტიპის სახლის სერვისით. ამჟამად ჩვენი ქვეყნის მასშტაბით 46 დიდი ზომის ბავშვთა სახლიდან მხოლოდ 10 ფუნქციონირებს. ის ახალი სტრუქტურა, რასაც გადადის სახელმწიფო ბავშვთა ზრუნვის საკითხში. როცა ბავშვის შოობელი ან შოუვლებს არ შეუძლიათ სხვადასხვა მიზეზების გამო, რომ ბავშვი გაზარდოს, მაშინ ეს გადადის ავტომატურად სახელმწიფო ზრუნვაზე, სახელმწიფოს პასუხისგებლობაზე. ეს არის საუკეთესო ადგილი, სადაც ბავშვი შეიძლება იმყოფებოდეს, მანამ სანამ შესაძლებელი გახდება მისი დაბრუნება ბიოლოგიურ ოჯახში, მისი რეინტეგრაცია. დღეისათვის უკვე 42 ესეთი სახლი მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე. ეს პროცესი გაგრძელდება 2012 წელშიც, რაც მიგვიყვანს საბოლოო ჯამში ყველა ინსტიტუციის, ყველა დიდი ბავშვთა სახლის ჩანაცვლებამდე მცირე საოჯახო ტიპის სახლებით.